დაიწყო ეს პაექრობა, რომელიც ამბროლაურელთა შიდა საქმეთ არის ქცეული. ნახოთ შეძლებს თუ არა ცოტა უკვე საკმაოდ წარმატებული მეტოქის დამარცხებას ახალგაზრდა კობახიძე და ასევე ნახოთ შეინარჩუნებს თუ არა ტიტულს ელბაქიძე. 23 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი. შევიდა ფეხში ელბაქიძე, თუმცა არ დაუფიქსირებია ჯერ მეტოქე. ჯერ არ ჩაუყანია, მაგრამ ახლოს არის. მოახერხებს. კი ბატონო 2-0 ელბაქიძე დაიყვანა, აბა ეხლა თუ დაატრიალებს, მაგრამ გარეთ მიცოცავს კობახიძე. მოახერხა და კი ნაღამ თვითონ მოყვა ეხლა სახიფათო სიტუაციაში ქულა კობახიძეს იმისთვის რომ ზემოდან დარჩა ამ ეპიზოდის შემდეგ. 2-1 ქულა 2-1 ელბაქიძის სასარგებლოდ. კლავაც 2-1 არის და მაინც და მაინც ბევრი არაფერი მოხდა რა საინტერესო. აი იმ ჩოგჯენის ეპიზოდის შემდეგ მდგომში გრძელდება ჭიდაობა, ეხლა ცოტა უფრო გამოცოცხლდა ტემპი, დაბრუნდნენ ისე ცენტრში მოჭიდავეები. პირველი პერიოდი უკვე უახლოვდება დასასრულს, 15 წამი დარჩა და ეს დაეთყო კიდევაც ამათ ჭიდაობას ელოდებიან აშკარად შესვენებას. შესვენება. კი ბატონო დაიწყო შესვენება. ალბათ გუშინდელი სცენარით გაგრძელდება დღევანდელი ფინალური ბლოკიც. კი, დაჯილდოება იქნება. ამ წონის შემდეგ იქნება დაჯილდოება 77 კილოგრამის. ავიდა ნახევარი წუთი თუ შედეგოთ ეს თუ გაგრძელდა ერთ-ერთს ჩაუთავენ 30 წამს. მოგჩანს ეს იქნება საბა კობახიძე. ჩინარა ისედაც მართებს და ასედაც კობახიძეს გააქტივება ერთი ქულით შემორჩება. ჩუბია რომ აქედან შეუტიოს.
იმიტომ ჩაუვთეს 30 წამი, არც ახლა არავინ დაკარგულია 30 წამში შეუძლია ანგარიშის გათანაბრება. თუ არა და ორი ქულით დაწინაურდება ელბაქიძე. თუმცა ელბაქიძე წინ იქნება, მას ორქულიანი ილეთი აქვს შესრულებული, ჩოგში ყავს მეტოხი გადაყვანილი და ორი თოფზე მას უპირატესობა დარჩება. 3-1. დარჩენილია არც ისე ბევრი წუთი და 18. თავდაცვაზე არის ორიენტირებული და კონცენტრირებული ფრიანად გიორგი ელბაქიძე. როგორ ჩანს არ გარისკავს. არა აქვე უარყო კომენტატორის სიტყვები და გაიყვანა მეტოქი ხალიჩიდან 4-1 უკვე ბევრად სერიოზული უპირატესობაა ვიდრე 3-1 შველოდა. ერთი ჩოფჯეში გადაყვანა აქ არა. ჩოფჯენი შემდეგ ტრიალიან ხალიჩიდან გაყვანა შემდეგ ჩოფჯენი 3 ქულა ჭირდება საბა ყობახიძეს ასეთ შემთხვევაში ის უკვე ის უკვე წინ იქნება. დაიწყო ბოლო წუთიც. ბოლო წუთი კი არა, ნახევარი წუთი დაგვრჩა. ელბაქიძე ახლოს არის ტიტულის შენარჩუნებასთან 74 კილოგრამში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ბოლოებს ექნება ოქროც ვერცხლის მათ. თითო ოქრო ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს უკვე ამ ბოლოელებმა და გაუხდებათ 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო. მედლების ჩათვლაზე პირობით მეორე ადგილზე იქნებიან საჩხერის აჭარის გუნდის შემდეგ. არა განებდა სააქტო გიორგი ელბაქიძე გახდა ჩემპიონი საქართველოში ზედიზედ მეორედ. მეორე ადგილზე გავიდა საბა ყობახიძე, ორივე ამბოლაური და მესამეზე გორელი გოგა უთინაშვილი და საჩხერელი ოთარ ბაგაური. ახლა წინ გვაქვს დაჯილდოება. დაჯილდოება 77 კილოგრამის რამაზ ზოიძე, თემურ ორჯონიკი